ოლიგარქის რეჟიმი მშვიდობიანი მოქალაქეების დაპატიმრებას განაგრძობს. რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო უკვე მეორე დაიყვანეს ზურა მეთეშაშვილი. მან იზოლატორი 2 დღის წინ დატოვა. ივანიშვილის პოლიციამ დააკავა დიპლომატი გიორგი წიქარიშვილიც. ის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი იყო, თუმცა უწყება მას შემდეგ დატოვა, როდესაც ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ თქვა უარი ევროკავშირზე. ნუცა ბახუტაშვილი მოგვიყვება უფრო მეტს ამ დაკავებების შესახებ, ნუცა გისმენთ. დიახ, გიორგი, ქართული ოცნება რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო აქტივისტების დევნას და მათ დაკავებას არ წყვეტს. გუშინაც კიდევ 2 პირი დააკავეს, მათ შორის არიან ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც უკვე მეორე დააკავეს და გიორგი წიქარიშვილი, დიპლომატი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი. ეს ადამიანები აქტიურად არიან პროტესტში ჩართული, როგორც გითხარით, ზურაბ მენთეშაშვილი უკვე მეორედ არის დაკავებული და ახალი ადმინისტრაციული გამკაცრებული კანონმდებლობის მიხედვით განმეორებითი დანაშაულის შემთხვევაში იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, ამიტომ საინტერესო იქნება დღეს მოსამართლეები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და რა შუამდგომლობა ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ზურაბ მენთეშაშვილის საკითხთან დაკავშირებით. ასევე გიორგი წიქარიშვილის დაკავებას ეხმაურებიან ქართველი დიპლომატები, ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისათვის. გიორგი წიქარიშვილი, როგორც გითხარით, ასევე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოუწოდებენ მისი კოლეგები დანარჩენ დიპლომატებს, რომ გაერთიანდნენ წიქარიშვილის მხარდასაჭერად, ისიც როგორც ზურაბ მენთეშაშვილი გუშინ მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსთაველზე აქცია უკვე დაიშალა. ხელი კიდევ 2 დაკავება განხორციელდა, ანუ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს დაკავებებს, თუმცა უკვე შეზღუდული რესურსით და ეს არის მხოლოდ ის მონაცემები, რომელიც ჩვენი ხაზის ფარგლებში გაგვაჩნია. შესაბამისად, სტატისტიკა მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს მხრიდან აქტიურად ხორციელდება ზეწოლა მოსახლეობაზე, მისივე მოქალაქეებზე და ეს ზეწოლა ამ ზეწოლის მიუხედავად ადამიანები აგრძელებენ პროტესტს. 19 ოქტომბრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამ ეგრეთ წოდებული გამკაცრებული კანონის ფარგლებში სულ ნაწარმოები იქნა 115 ადმინისტრაციული შემთხვევა, საიდანაც სასამართლომ 97 შემთხვევაში გამოიყენა ადმინისტრაციული პატიმრობა, მათგან 58 ადამიანმა უკვე დატოვა წინასწარი მოთავსების იზოლატორი, 33 პირი დღემდე იმყოფება თავისუფლების შეზღუდვის პირობებში და მათგან 2 ადამიანი დღეს დატოვებს იზოლატორს. გულისხმოა ის, რომ სასამართლოს მხრიდან მხოლოდ 6 შემთხვევა იყო, როდესაც გამოყენებული იქნა სიტყვიერი გაფრთხილება, სიტყვიერი შენიშვნა ან გაფრთხილება. 8 შემთხვევაში გამოყენებული იქნა ჯარიმა და 14 საქმე არის გადადებული. უკვე 2 კვირაა, რაც ივანიშვილის სასამართლო სისტემატურად ასამართლებს აქტივისტებს, რომლებიც თავიანთი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გამოთქვამენ პროტესტს რუსთაველის გამზირზე, მათ გზის გადაკეტვის საბაბით უშვებენ ციხეში, როგორც მოისმინეთ იურისტების შეფასებითა და სტატისტიკით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში 115 ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება, მათი უმეტესობა კი პატიმრობით დასრულდა. საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსამართლეები დღეს იმ პირების შესახებ, რომლებიც გუშინ რუსთაველის გამზირზე დააკავეს, მას შემდეგ რაც პროტესტის 328 დღესაც რუსთაველის გამზირი კიდევ ერთხელ გადაიკეტა.